დღეს იმედი ლაივის სტუმარია ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი. ორი ქვეყნის მზარდ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში ბატონ ელჩს ჩვენ გადაცემის დაწყებამდე ვესაუბრეთ და ახლა ამ ინტერვიუს ჩანაწერს გთავაზობთ ეთერში. განვაგრძობთ იმედი ლაივს, ახლა სტუდიაში შემოგვერთება ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალიკ მურზალინი. ბატონ ელჩი, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და სტუმრობთ ტელეკომპანია იმედს. ჩემი პირველი კითხვა შეეხება პრემიერის ვიზიტს ყაზახეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა. თქვენ თავად ესწრებოდით ამ შეხვედრებს. მოდით ამ ვიზიტის მნიშვნელობით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. На самом деле в последнее время რეალურად ჩვენ ბოლო დროს ვაკვირდებით აქტივიზაცია საქართველოს და ყაზახეთის ურთიერთობებს. 23 წელს ორი ვიზიტი განხორციელდა საქართველოს პრემიერისა ყაზახეთში. დიდი ხნის შესვენების შემდეგ ასევე ყაზახეთის პრემიერი 23 წელს ეწვია თბილისს. გასულ წელს საქართველოს პარლამენტის დიდი დელეგაცია სპიკერის ხელმძღვანელობით, ჩალო პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ეწვია ყაზახეთს და ამჟამინდელი ვიზიტი ბატონი ირაკლი ყობახიძეს, რომელიც 5-6 თებერვალს განხორციელდა, იყო არამხოლოდ გაგრძელება ამ კარგი ტრადიციის და უკვე დამკვიდრებული დიპლომატიური ტრადიციების, იგი იყო მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდა პრეზიდენტს ყასიმ ჟომართ ტოკაევს, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბექტენოვს და ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ძალზე ფართო სპექტრი საკითხებისა, რომლებიც ეხება ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის თემები, რომელიც საქართველოსთვის და ყაზახეთისთვის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალური ისეთი საკითხები, რომელიც გულისხმობდა გაციფრულების, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის, ძალიან მთელი რიგი სხვა საკითხები იქნა განხილული, კონსტრუქციული, კონკრეტული დიალოგი გაიმართა და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ყობახიძის ვიზიტი ყაზახეთში დამატებით იმპულსს მისცემს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. როგორც აღნიშნეთ, საქართველოს და ყაზახეთის ამ ომხრივ ურთიერთობაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას. თუ შეიძლება გვიანბეთ, როგორ ვითარდება პარტნიორობა ამ მიმართულებით? მე სიამაყე ჩემილია მოგახსენოთ, რომ ყაზახეთი დღეს საქართველოს მერვე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გასული წლის შედეგებით ქართული საქართველოს სტატისტიკური უწყების მაჩვენებლებით ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 922 მილიონს გაუტოლდა და მთავარი ეს კი არ გახლავთ. ანუ საკმაოდ მაღალი ციფრია. არამედ ის არის მნიშვნელოვანი, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 3.5-ჯერ გაიზარდა. კი ბატონო, რა ტიპის პროდუქციაზეა მოთხოვნა ყაზახეთში? ქართულ პროდუქციას გულისხმობ ბუნებრივი, აი, როგორია მაგალითად მოთხოვნა მინერალური წყლების და ღვინის მიმართ? თუ ვიტყვით და ვისაუბრებთ იმპორტზე საქართველოსთან ყაზახეთში, ის კითხვა, რომელიც დამისვით, ჩვენ მეორე ყველაზე უფრო მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახლავართ საქართველოსი. სამ მომენტზე შევაჩერებ ჩემ ყურადღებას. პირველი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა საქონლის, რასაც ყაზახები ყიდულობენ საქართველოში, ეს გახლავთ ავტომობილები. ეს რეექსპორტზე ვსაუბრობთ, აქ თითქმის ნახევარი მანქანების, რომლებიც შეძენილია საქართველოში, მას იძენენ ყაზახეთის მოქალაქეები. რატომ გახლავთ ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ იმპორტი და რეექსპორტი ავტომობილების საქართველოს ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის 1/3-ზე უფრო მაღალი ვიდრე ყველა სავაჭრო ეკონომიკური ოპერაციების საქართველოს მხრიდან. მეორე, ეს გახლავთ მინერალური წყალი, რაზეც მინდა ყურადღება შევაჩერო, უზარმაზარი პოპულარობა გააჩნია ყაზახეთში, მას კარგად იცნობენ და პირველ რიგში ბორჯომზე აქვს საუბარი, ყველა მაგიდაზე, როდესაც სტუმრებს ეძახის, ჩვენი მოქალაქე ბორჯომი ყოველთვის დგას მაგიდაზე.
და მინდა მოგახსენოთ, რომ ბორჯომის წარმომადგენლები ძალიან კარგად მუშაობენ ყაზახეთში. 10 მილიონი ბოთლით მეტი გაიყიდა გასულ წელს, ვიდრე მის წინა წელს. ანუ დინამიკა არის უბრალოდ წყინვალე. დაახლოებით 63 მილიონი ბოთლი იქნა შეძენილი გასულ წელს. რა თქმა უნდა, სხვა მინერალური წყლების კომპანიები ცდილობენ იარონ იმ მიმართულებით, რაც ბორჯომმა გაკვალა ყაზახეთის ტერიტორიაზე. და ბორჯომისთვის ჩვენ ვართ მეორე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იმპორტიორი. და რაც შეეხება ღვინოს, ყაზახებს დიდი ხნის თვალსაზრისით უყვართ თქვენი ღვინო, მეოთხე ყველაზე დიდი შემძენი ვართ. ალბათ ღვინის ცოტათი რო იყვნენ და გადაგტვირთეთ ციფრებით, არ მინდა ეს რო გავაკეთო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მე ვიცი, რომ საქართველოსთვის ღვინის ექსპორტი არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საექსპორტო პროდუქტი საქართველოსი და ჩვენ ყაზახები დიდი სიამოვნებით ვყიდულობთ ქართულ ღვინოს. მე დამაინტერესა პირველ რიგში ესეც ტრადიციული გახლავთ, როგორც არის ქირზმარაული, ხვანჭკარა და წინანდალი. ესენი არის სამი ძირითადი ბრენდი ყაზახეთში, რაც იყიდება. ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხი ეს არის სატრანსპორტო ლოგისტიკური თემა და აქ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანზიტო მარშრუტი, ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, რომელიც ევროპას ჩინეთთან აკავშირებს თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის მეშვეობით და ამ მეგაპროექტში საქართველო და ყაზახეთი არიან პარტნიორები. აი როგორ ვითარდება ამ პროექტის რეალიზაცია, როგორია თქვენი შეფასება? ყაზახეთში, როგორც საქართველოში, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფანს, ეგრეთ წოდებულ TMTM-ს, რომ ყაზახეთის მოსახლეობისადმი მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა დასვა კონკრეტული ამოცანები შუა დერეფანთან დაკავშირებით და ცალკე განცხადება გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. გამოვიყენებ ამ საშუალებას და ცალკე მოგახსენებთ. ეს ჩვენთვის გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჯაჭვი საქონლისა, რომელიც ჩინეთიდან მოემართება ყაზახეთის გავლით, ლოგისტიკური გზით, კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანის გავლით, საქართველოს გავლით, მიემართება ევროპისკენ. ეს მარშრუტი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მუშაობთ მასზე. მხოლოდ გასულ 3 წლის განმავლობაში მოცულობები ტვირთების, რომელიც ჩვენ გადავგზავნეთ ამ მარშრუტით, 3-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს საქართველოში გაიარა 4.5 მილიონმა ტონამ ტვირთების და ჩვენი ამოცანა 2027 წლისთვის ეს მოცულობა გავზარდოთ 10 მილიონ ტონამდე წელიწადში და ყოველთვის ჩემ ქართულ მეგობრებსა და კოლეგებს ვეუბნები, რომ ეს მარშრუტი ხელსაყრელია როგორც ყაზახეთისთვის, ასევე საქართველოსთვის, ჩვენც და საქართველოს ორივე მოგებას ვიღებთ ამ მარშრუტისგან. ამ პროცესში ბუნებრივია მნიშვნელოვანია სატრანზიტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ამ კუთხით აქვთ ქართულ და ყაზახურ მხარეებს თანამშრომლობის გამოცდილება. მოდით ამ მაგალითებზეც რო ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ წინა კითხვის გაგრძელება. მე მოგახსენეთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა ლიდერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ფოთის საკითხს თავის მიმართვაში. ჩვენ აი ამ ჯაჭვს ვაგებთ ჩინეთიდან. ჩინეთში 2 დიდი ტერმინალი ავაშენეთ, ერთი იანიუნგანში ყვითელ ზღვაზე და ჩინეთის აღმოსავლეთზე და ერთი მშრალი პორტი სიანში ცენტრალურ ჩინეთში ყაზახური ტერმინალი აშენდა. იქ ხდება ფორმირება ტვირთების, მოემართება მერე ყაზახეთის გავლით ტვირთები და მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები საქართველოში იყოს ფართე, საკმარისი, რომ ტვირთების დიდი მოცულობის ტრანსპორტირება იყოს შესაძლებელი. ჩვენ გაგვაჩნია საკმაოდ კარგი აქტივები ბათუმში, ეს გახლავთ ბათუმის საზღვაო პორტი, ბათუმის ნავთობდამუშავებელი ტერმინალი, გადამამუშავებელი ტერმინალი, მაგრამ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, ყაზახურმა კომპანია PTC ჰოლდინგმა ქართულ პარტნიორებთან ერთად
ამჟამად უკვე ასრულებს ახალი ტერმინალის მშენებლობას ფოთის პორტში. ეს გახლავთ 30 მილიონიანი დოლარის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში და ეს გახლავთ დაახლოებით 150 ახალი სამუშაო ადგილი ფოთის მცხოვრებლებისთვის და დარწმუნებული ვარ უახლოეს ხანში ჩვენ ჩავაბარებთ ამ ტერმინალს. ინვესტიციები ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, საინტერესოა რა მოცემულობა გვაქვს ამ მიმართულებით და ასევე გვაქვს კითხვა ქართული ბიზნესი თუ ახდენს ინვესტირებას ყაზახეთის ეკონომიკაში და რა მასშტაბით. ქართული ბიზნესის ინვესტიცია ყაზახეთის ეკონომიკაში ძალზე დადებითი მოვლენაა, მაგრამ ახალი ფენომენია და მე მიხარია, რომ საქართველოს და ქართულ ბიზნესს გააჩნია საშუალებები ისეთ ქვეყანაში ჩადოს ინვესტიციები, როგორც არის ყაზახეთი, იმიტომ რომ ისტორიულად ჩვენ უფრო დიდ ინვესტიციებს ვდებდით საქართველოში, როგორც მოგახსენეთ ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი, ბათუმის საზღვაო პორტი, ხალიქ ბანკი, საქართველოს და თუ შევჩერდებით რომ პეტროლ საქართველოზე ეს არის უზარმაზარი საწარმო 17% ნავთობპროდუქტებისა მის ხელშია, რომელიც იყიდება საქართველოში. გადასახადების სახით ბიუჯეტში 50 მილიონი დოლარი შეიტანა ამ კომპანიამ და აი ამ საწარმოს რომ პეტროლის არსებობის განმავლობაში დაახლოებით 800 მილიონი გადასახადის სახით შეიტანა ბიუჯეტში და სხვა საწარმოებიც არსებობს, როგორც გითხარით. და თუ გეტყვით აი ამ კარგ ტენდენციაზე, რომელიც მე როგორც ყაზახეთის ელჩ საქართველოში ძალიან მომწონს, ბოლო პერიოდში ქართულმა ბიზნესმა დაიწყო უფრო მეტი ინვესტიციების განხორციელება ყაზახეთში. ორ პროექტზე შევჩერდები. პირველი გახლავთ კომპანია Georgian Industrial Group, მათ გააჩნიათ ძალიან დივერსიფიცირებული პორტფელი სხვადასხვა სფეროებში ყაზახეთში, დარგებში ისინი ახორციელებენ ინვესტიციას. ყველაზე დიდი პროექტია სოფლის მეურნეობის ტექნიკის წარმოება. ყაზახეთი დიდი აგრარული ქვეყანაა, თქვენ იცით და მეორე ეს გახლავთ ისინი ხედავენ სიახლეს, სულ ეძებენ ახალს და ბოლო პერიოდში ისინი იხილავენ ძალიან კარგ ლოგისტიკურ სატრანსპორტო პროექტს. ეს პირველი და მეორე რაც იყო საინტერესო და ჩვენ ალბათ ქართულ ტელემაყურებლებს დაინტერესებს ეს გახლავთ Georgian Olive Corporation-ის პროექტი. გასულ წელს მათ 10,000 ზეთის ხილის ნერგი დარგეს ყაზახეთში. არავის არ ეგონა რომ ეს გამოვიდოდა. მე ველაპარაკებოდი ბევრ ადამიანს, ყველას პესიმისტური განწყობა ჰქონდა, მაგრამ ძალიან ღრმა იყო სამეცნიერო მიდგომა გამოყენებული ერთ მხრივ, მეორე მხრივ რწმენა და გამარჯვებისა და ოპტიმიზმი ბატონი გიორგი სვანიძისა, რომელიც ხელმძღვანელობს ქართული მხრიდან ამ პროექტს. ამან თავის საქმე გააკეთა ლადისტანის რეგიონში ყაზახეთის ზეთის ხილმა ძალიან წინვალე აყვავების მაჩვენებელი ჰქონდა და სულ კავშირზე ვარ ქართველ კოლეგებთან და 1 მილიონამდე ავიყვანთო ნერგების რაოდენობას ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომელსაც სულ კავშირზე ვარ და მომავალში დაიწყება ქართლმშენებლობა, რომელიც აწარმოებს ზეთის ხილის ზეთს და ყაზახეთისთვის ეს გახლავთ აბსოლუტურად ახალი დარგი სოფლის მეურნეობის. ჩვენ ხორბალს უზრდით, ჩვენ ბევრ სხვა საინტერესო მიმართულება გაგვაჩნია სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ზეთის ხილით არ გვიმშავე არასდროს და ზეთის ხილი შემოვიდა ქართველების წყალობით და კლიმატი უფრო ცივია ვიდრე საქართველოში. ეს ხარისხზე ზეგავლენას ახდენს ოღონდ დადებითად. რაც უფრო ცივა, მით უფრო ზოგიერთ, რა თქმა უნდა, ზოგიერთი ძალიან როცა ცივა, რა თქმა უნდა, ზეთის ხილი ვერ გადარჩება, ვერ იყვავილებს, მაგრამ ხარისხი უფრო მაღალია და ქართული ბიზნესის წყალობით შეიძლება ყაზახეთი გახდეს ყველაზე ჩრდილოეთის ქვეყანა, უკიდურეს ჩრდილოეთის ქვეყანა, სადაც იზრდება
მოგებაზე თისხილი, მაგრამ ინვესტიციებზე თუ ვილაპარაკებთ, ყაზახური ინვესტიცია დაახლოებით 600 მილიონია, უფრო მეტია საქართველოში, მაგრამ საქართველო ნელ-ნელა ეწევა 430 მილიონი იყო ქართული ინვესტიცია ბოლო დროს და ბრწყინვალე პერსპექტივები გააჩნია ორივე მიმართულებით საინვესტიციო პროცესს. ჩვენ ინვესტიციების გარდა ბუნებრივია უნდა შევეხოთ ტურიზმის თემასაც, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მოდით ვისაუბროთ ამ მიმართულებითაც, როგორც შეაფასებთ თანამშრომლობას ამ თვალსაზრისით. საქართველოში ვიზიტები ყაზახებისთვის გახლავთ ყოველთვის ძალიან დიდი მოვლენა. მე აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, ყაზახებს ძალიან უყვართ საქართველო, აინტერესებთ საქართველო, უყვართ მისი ძველი ისტორია, კულტურა, მუსიკა. და ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს იმას, რომ ყაზახეთი გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ტურისტების რაოდენობით, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში. ისევ და ისევ ქართული სტატისტიკით მე-6 ადგილზე ვიმყოფებით ტურისტების რაოდენობით. ყაზახებისა, რომლებიც ვიზიტებს ახორციელებენ თქვენ ბრწყინვალე ქვეყანაში, გასულ წელს 180,000 ჩემი ქვეყნის მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში, დაისვენეს მათ საქართველოში და ტელემაყურებელთა ყურადღება რას მინდა მივაპყრო პირველ რიგში. მე-6 ადგილზე ვარ ტურისტების რაოდენობით და ისევ და ისევ ქართული სტატისტიკის შესაბამისად ყაზახეთიდან უფრო მეტი ხალხი ჩამოდის ვიდრე მთლიანად დასავლეთ ევროპიდან. ეს პირველი. გასულ წელს ყაზახებმა საქართველოში დახარჯეს დაახლოებით 700 მილიონი დოლარი. დაახლოებით 15% რა მოგებათ საქართველოს მიიღო ტურისტებისგან, 15% ყაზახეთის წილზე მოდის. ყოველი მე-7 დოლარი 15%-ს თუ ვივარაუდებთ, ეს გახლავთ ყაზახური დოლარი, ეს გახლავთ ყაზახეთიდან ჩამოსული ტურისტების დოლარი. ეს პირველი და მეორე, ჩვენ მუდამ ვიმყოფებით კავშირზე ტურიზმის ადმინისტრაციასთან, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ, ეს არის მათი ინფორმაცია ასევე ძალზე საინტერესო. ყოველი ყაზახელი ტურისტი ჩვენ საერთოდ ჯამზე ვილაპარაკეთ თანხებისა, რასაც აქვთოვებთ საქართველოში. ეს ინფორმაცია გახლავთ იმაზე, რომ ყოველი ყაზახი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, დაახლოებით 10,000 ლარს ტოვებს, მაგალითად 6 ღამის გატარებისას საქართველოში თითოეული ყაზახი ტურისტი ტოვებს დაახლოებით 10,000 ლარს. მაღალი ხარისხის ტურისტები ყავს, ნომერ პირველი ვარ ჩვენ ამ თვალსაზრისით. შემდეგი ქვეყანა ჩვენ შემდეგ ორჯერ უფრო ნაკლებ თანხებს ტოვებს საქართველოში. და ჩემ მხრიდან მე ვიცი, რომ თლიანობაში საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის სფეროში, სასტუმროებში, რესტორნებში, ძალიან კეთილგანწყობილები არიან ყველა ტურისტების მიმართ. მაგრამ მე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩამოდიან, მეუბნევიან, რა კარგია, როგორ უყვარვართ საქართველოში, როგორ თბილად ხვდებიან და მე ძალიან სიამოვნებ ჩემი თანამოქალაქეებისგან ამის მოსმენა. აი ამ პოზიტიური და შთამბეჭდავი მონაცემების გათვალისწინებით საინტერესოა, მოსალოდნელია თუ არა ახალი ავიამარშრუტების გახსნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის. ჩვენ მთლიანად ყაზახეთი მთლიანად და საელჩო ჩვენ დიდ ყურადღებას ვაპყრობთ ავიაციო მარშრუტების განვითარებას. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს კეთილგანწყობილ პირობებს უქმნის ძალიან ბევრ ტურისტს, მაგალითად ბევრს ვიზა არ სჭირდება, მაგალითად ყაზახი ყიდულობს ბილეთს და პირდაპირ მოფრინავს და პირდაპირ რეისების არსებობა ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს იმაზე, რომ უფრო ადვილად მაგალითად დასავლეთ ყაზახეთიდან შაბათ-კვირას ჩამოვიდნენ ჩვენი მოქალაქეები თბილისში, ბათუმში. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ გვაქვს ეს საკითხი. ტურისტული სეზონის პიკში 39 რეისი ხორციელდება კვირაში ყაზახეთიდან საქართველოში. ყაზახეთის 5 ქალაქიდან ალმატი, ასტანა, ჩიმკენტი, ამსხვილი და დასავლური რეგიონები, ატრაულ და აქტაო, აი ამ მსხვილი
მსხვილ ქალაქებში, საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში, თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ჩვენ გაგვაჩნია ძალიან ბევრი რეისი. რაც შეეხება ახალ რეისებს, ჩვენ მაისის ბოლოს გეგმავთ Air Astana კომპანიის რეის, ეს გახლავთ ფლაგმანი, ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია ყაზახეთში. პირდაპირ რეის გეგმავთ ჩვენ ატრაუსა და თბილისს შორის. ატრაუ გახლავთ საკმაოდ ძლიერი განვითარებული რეგიონი და ყაზახეთის ნავთობის დედაქალაქი და თუ იქნება პირდაპირი რეისი ატრაუსა და თბილისს შორის, სიტუაციის გამოყენებით, შექმნილი სიტუაციის გამოყენებით, ერთ-ერთ პირველ რეისზე, როცა თვითმფრინავი თბილისიდან ატრაუში გამოფრინდება, ჩვენ გვინდა ქართველი ბიზნესმენების დელეგაციის ჩაყვანა ყაზახეთში, რომელსაც აინტერესებთ თანამშრომლობა. ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ექსპორტში არიან ჩართულები, ღვინის, წყლის, სხვა სფეროების წარმომადგენლები და თუ ზოგიერთ ჩვენ მაყურებელ ბიზნესმენს აქვს ინტერესი, შეგიძლიათ მოგმართოთ. ჩვენ გაგვაჩნია ყაზახურ ქართული ბიზნეს ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი გიორგი ჯახუდაშვილი, შეგიძლიათ მას მიმართოთ, შეგიძლიათ მიმართოთ საელჩოს და ჩვენ ჩაგთავ დელეგაციის შემადგენლობაში. ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ თემასაც. ცოტა ხნის წინ მარნეულში აღნიშნეს ნოვრუზის დღესასწაული. ვიცით რომ ყაზახეთშიც აღინიშნება ეს დღესასწაული, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ თემაზეც რო ვესაუბროთ. რა თქმა უნდა, ნოვრუზი გახლავთ თურქული, ირანული ხალხების საერთო დღესასწაული, ეს გახლავთ ყაზახურიც, ასევე ჩვენი ახალი წელი. იგი ცხადყოფს, რომ ახალი იწყება და მოდის გაზაფხული, ეს არის მშვიდობის, ერთიანობის სიმბოლო. თქვენ სწორედ ბრძანეთ, მარნეულში, თბილისში აღინიშნება ნოვრუზი, ეს დღესასწაული. ჩვენ სპეციალურად ევროპულ სკოლაში, რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყაზახი ბავშვი სწავლობს ევროპულ სკოლაში, მაგალითად საელჩოს თანამშრომელთა შვილები, ჩვენი თანამოქალაქეების შვილები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მუშაობენ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავის მეგობრებისთვის მოაწყვეს ნოვრუზის აღნიშვნა პირდაპირ სკოლაში გაშალეს დასტარხანი, ეს ყაზახური სუფრა, როგორც საქართველოში ყველა დღესასწაული სუფრასთან არის დაკავშირებული, ანახეს თავისი კულტურა, ცეკვა, სიმღერა და აი ამ შემთხვევის გამოყენებით, რომ მე დღეს ინტერვიუს გაძლევთ, თქვენ კომპანიას ვაძლევ ინტერვიუს, მინდა უსურვო ყველას, არა მხოლოდ ყაზახს, აზერბაიჯანელს, ან სხვა თურქ და ირანულ ხალხებს, ეს გახლავთ ცივილიზაციული დღესასწაული და მინდა მიულოცო ასევე ჩემ ქართველ კოლეგებს გაზაფხულის დღესასწაული, რომ ამ დღესასწაულმა საქართველოში მოიტანოს მშვიდობა, აყვავება, სიკეთე, განვითარება და ყველაფერი კარგი. მადლობას გიხდით ამ კეთილი სურვილებისთვის და მადლობა ინტერვიუსთვის კიდევ ერთხელ, რომ დაგვითმეთ დრო და მონაწილეობა მიიღებთ ჩვენს გადაცემაში. მაყურებელს შევახსენებთ, რომ იმედი ლაივის სტუმარი დღეს იყო ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი.